მოგზანდით. მართალი გითხრათ, ეხლა არ ამდგავა როგორც დაგპირდით, იმიტომ არ მოყვარს ხოლმე ჭამაში რომ ადამიანს უღურებენ და ჭამე ის, რასაც ყოველთვის თითქმის ვჭამ, ეს არის მჭადი და ყველი. ფრანგული საუზმე არსებობს, იტალიური საუზმე, გერმანული საუზმე და ასე შემდეგ და მე თუ შემეკითხებ ადამიანი, ყოველ შემთხვევაში დასავლეთ ქართული საუზმე არის მჭადი, ყველი და თუ გვაქვს პომოდორი. პომოდორო. თქვენთან ერთად ახლა კიდე ყავას გავაკეთებ, თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო. დღეს გვაქვს კიდე საღამოთი ინტერნეტ საიტი გავაკეთეთ სამსახურში. იმისი პრეზენტაცია და იქაც სკეპატიჟებით მოვძანდით და ნახოთ როგორ ჩაივლეს ეს ყველაფერი. კარგი, ყავა. ესეთი მშვენიერი მარცვლები მაქვს ყავის, გასაგვირველი ეს ჯობია. მე თუ კაცი მკითხავს, ძალიან კარგად ინახავს არომატს და ასე შემდეგ და ეს ადვილი გასაკეთებელიცაა და თან კარგი. ისე როგორც მაგალითად ჩაით საშინად მძულს პაკეტების თუ ეხა გაჭირება არა ამ პაკეტების ჩაის არავსვან ხოლმე, იმიტომ მე მგონი ადამიანმა ჩაი უნდა დააყენოს თვითონ. ყავაც აი ფხნილის ყავას სხვა რასაკვირველია სამსახურში რადგან სხვა არაფერი არ არის ან სადაც რომ მევახვალ, მაგრამ ჯობია რასაკვირველია თუ გაქვს საშუალება ადამიანს ესეთი ყავა დაგე. ეს არის მცირე სიამოვნება მაინც რაც შეიძლება ადამიანმა თავისათვის გააკეთოს. საერთოდ მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ეს ძალიან უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს რას ჭამს და რას ვამს კაცმა, მაგრამ მაინც აქვს მნიშვნელობა. ეს არის რაღაცა მცირე დიამბები, რომელიც ასევე განაპირობებს კულტურას, მე ვფიქრობ. მოკლედ მე ვაწვევით ამ ყავს, მაგრამ მიცით. ხონ ცოტათი უნდა დავაწვეთ. მოკლედ ეს ნალექი ქვემოთ რჩება. ამიტომაცაა პრესე. და აკაფებული რძე კიდე უკეთესად მიდის ყავას. არა ქაფტეს. არ ვიცი, ზოგჯერ ძეზეცაა ხოლმე დამოკიდებული, ამას ვერასოდეს წინასწარ გაიგებ. ერთხელ ჩემი ნაცნობები იყვნენ აქ გერმანელები. ერთი იგივე ღვინო იყიდეს 6 ბოთლი წაიღეს და 20 ესეთ ჩამოვიდა მე რო ჩავედი იქა მითხრეს რომ კი ვიცოდით რომ ქართული ღვინო არისო ძალიან მრავალფეროვანიო, მაგრამ ერთი და იგივე სახელის და ერთი და იგივე დროს გამოცემული ღვინო რომ შეიძლება ასე განსხვავებული ყოფილიყო, ერთი ტკბილი იყო, ერთი მშრალია და ასე შემდეგ. იშვიათი არის. მე მგონი ქართული რძეც შეიძლება ასეა ხოლმე ზოგჯერ. მაინც კარგად აკეთებულა. ორიოდე დღის წინ ეს ციგნი გამომიგზავნეს გერმანიიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ, ესეთი მართლაც ძალიან ლამაზ ციგნია. მე ვისურვებდი რომ ასეთი ციგნი კონდეს თბილისთან დაკავშირებით. ტაშენის გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამომცემლობა, რომელიც ესეთი ხელოვნებაზე ციგნებს აკეთებს და არის ესე იგი ისტორია ქალაქის, თქვა სადღაც მე-19 საუკუნიდან თავისი ფოტოებით და ძალიან კარგად არის გაკეთებული პატარ-პატარა ტექსტებია შიგნით სხვადასხვა ადამიანების, ვისაც ბერლინთან დაკავშირებით აზრია გამოთქმული, უცხოელი მოგზაურების თუ გერმანელი მოგზაურებისა და ძალიან კარგ ესე იგი სურათს გიქმნით ამ ქალაქისა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, რადგანაც ამ ქალაქში ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მაგადარებული და დღესაც ხშირად ვარ ხოლმე იქ. აქ ამ მაგიდაზე ვზივარ ხოლმე ზირთად, თუ რაღაცას მწერა მკითხულობ, იმიტომ რომ ეს ხედავთ დიდი მაგიდა არა მხოლოდ სამზარეულოსათვის, არამედ სამუშაოთაც ჩემთვის არის, ასე ვთქვათ, ცენტრალური მაგიდა. ახლა რაღაც გამომცემლობაშიც თანამშრომლობ, სადაც გარკვეულ სერიას ვაკეთებთ ასეთი ილუსტრირებული ბიოგრაფიებისა. თუ გნებავთ, გაჩვენებთ კიდეც მაგალითად ილია ჭავჭავაძე გავაკეთეთ ილუსტრირებული, შემდეგ ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება ასევე ილუსტრირებული. ილია ჭავჭავაძე თავის დროზე მამაჩემის დაწერილი წიგნი შემოკლებული ცოტათი თარგმნა გერმანულად და ახლა გამოვა ამ დღეებში. და ვიღაც გერმანულენოვანი ადამიანი როცა ჩამოვა საქართველოში, მას საშუალება მიეცემა ილია ჭავჭავაძეზე წაიკითხოს წიგნი, მაგრამ ეს არა მარტო ილია ჭავჭავაძეზე, არამედ საქართველოსაც. ხო და არა და ამ გამომცემლობაში ვაპირებ რომ რაღაცა ძველი წიგნებიც, რომელიც ეხლა ხელმისაწვდომი არა, იქნებ ზოგიერთი ასეთი წიგნი თავიდან გამოვცეთ. მაგალითად
ახლა ვკითხულობ და უნდა ვნახო რამდენად გამოგვადგება ესეთი ეგნატე გაბლიანის წიგნი არის ძველი და ახალი სვანეთი. იმიტომ რომ გასულ წელს მაგალითად სვანეთში ვიყავი და აღმოაჩინო საკმაოდ ცოტა არის წიგნები სვანეთთან დაკავშირებით და არა და სვანეთი არის ძალიან საინტერესო მხარე საქართველოს ისე როგორც სხვაებიც, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და თუ ეს წიგნი მეტნაკლებად ისეთი არის რომ დღესაც რომ თავიდან დავბეჭდოთ მისაღები იქნება საზოგადოებისა და ვფიქრობ რომ ასეთი წიგნია მე მინდა რომ ეს წიგნიც იქნებ გამოვცეთ გამომცემლობაში. ესეთი ჯიბის წიგნები უნდა გამოვიდეს, ანუ ადვილად რომ ჯიბეში ჩაიდება, ეს არის ლეონარდო და ვინჩი. მე ვფიქრობ ქართული გამომცემლობისა ქართული საერთოდ წიგნის ბეჭდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, იმიტომ რომ ასე კარგად ილუსტრირებული ფერადი წიგნი იშვიათი არის საქართველოში. თან სტენდალის მიერ არის ეს ბიოგრაფია დაწერილი. ყველანი აკეთებენ რაღაც მისტიფიკაციას ლეონარდო და ვინჩის, რომ ეს იყო რაღაც მასონი, ან თქვათ სულ იმასთან დაკავშირებითაა საუბარი ჯოკონდა რატომ არის ესეთი უცნაური და მისტიური თითქოს ნახატი. აქ კი მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩვენი სტენდალი წერს, რომ მოვიდა ერთ დღეს კაცი, რომელსაც ერქვა ჯოკონდა, მოუყვანა თავის ცოლი, უთხრა დახატეო და მშვენიერი ნახატი გამოვიდა და ძალიან სასაცილოა, რომ ესე იგი სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება იყო 2 საუკუნის წინ ლეონარდო და ვინჩისადმი. ილია ჯავჯავაძის ბევრი მკითხველი ქართველი ისედაც იცნობს, მამაჩემის დაწერილი წიგნია ილია ჯავჯავაძეზე, თავის დროზე მთელი რიგი პრობლემებით გამოსული, უბრალოდ ეხლა ილუსტრაციები დავურთეთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობა ძალიან უჭირს რაღაცა აი სურათის გარეშე გაიგოს ისტორია და ვფიქრობ, რომ ისეთ ეპოქაში, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხედვასაც, აი ეს სურათები ხელშეუწყობს ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც წაიგითხავენ ამ წიგნს, რომ ის ეპოქა უკეთესად წარმოედგინო. მაგრამ რასაკვირველია, შეზღუდულები ვართ ფინანსურათა და მთელი რიგი წიგნებისაც თარგმნა ჭირდება და ასე შემდეგ. გვიჭირს რომ გამოვცეთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული. ისე როგორც მაგალითად ახლა პრობლემა არის, როდესაც თარგმნეთ უკვე ვთქვათ ზიგმუნდ ფროიძე წიგნი ილუსტრირებას, საავტორო უფლებებია მთელი ამ ილუსტრაციებთან დაკავშირებული და კარგი ილუსტრაციების მოპოვება არც ისე ადვილი არ არის, რადგან ესეც საკმაოდ ძვირი ხერს. აი ჰანს შაიბი მუშაობს ხეზე და არის ძალიან ცნობილი გერმანიაში ოსტატი როგორც სკულპტორი, აი ეს მგელი გადამრჩა სამწუხაროდ წინათ 3 მგელი მყავდა და ერთი გოგონა კიდე, რომელიც აქ იდგა სამწუხაროდ მერე თვითონ ამ ჰანს დაჭირდა ეს თავისი ნამუშევრები და გერმანიაში წაიღეს უკან საქართველოში გააკეთა თავის დროზე ვორქშოპი ჰქონდა. ძალიან მიყვარს ჩემი მგელი. ეს არის კიდე მაგალითად ნიკო ცეცხლაძის დახატული ნახატი პატარა. ეს არის ფილმი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, დიტო ცინცაძის ფილმია Lost Killers და სათვალების მიხედვით მიხვდებით, რომელი ვარ მე ამ ნახატში. კარგით. ახლა მართლა უნდა სამსახურში წავიდე, თორემ დავაგვიანეთ ისედაც. მე ისევ სახში მომიწევს მოსვლა, რადგან წვერიც უნდა გავიპარსო. ერთი ეს ვეღარ მოვასწარი დღეს დილით. საერთოდ დავდივარ ხოლმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ რადგანაც დღეს ესე შემოგვიანდა, ამიტომ მომიწევს ტაქსით წასვლა. გაჩვენებთ ახლა სად მუშაობ. აქ ყველგან მუშაობთ, ეს ჩვენი ის არის, რა ქვია, ასე ვთქვათ, ოფისი, მაგრამ მე პირადად ვზივარ ამ ოთახში. სალამი, ჩემო ძვირფასებო, ნინო ძანძავა, ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი. ის არის ნინო და ის არის ანა ძიაფშიბა. ეგეთ რაღაცებს ვიღე. აქ ვზივართ, როგორც ხედავთ, ვიწროობა იქიდან მხარეზე ზის ნინო ანჯაფარიძე კიდე, რომელიც შემოვა ალბათ შემდეგში ოთახში. დიდი სიმდიდრე ჩვენს კანტორას არ გააჩნია. სამწუხაროდ აი ეს არის კიდევ იქიდან მხარეზე DVD და კასეტები მთელი. აი ქალბატონი ნინო ანჯაფარიძეც შემოვიდა. და რაფერი გვიღებენ ყველას. აბარა. კი ბატონო დიახ. სამაგიეროდ გვაქვს შესანიშნავი ხედი ამ
ოთახიდან, აგერ რო გადახედავთ, შესანიშნავად უყურებთ პირდაპირ აღმაშენებლის პროსპექტს. და ისტორიული ადგილია. კინოსტუდიის ძველი შენობა არის ეს, სადაც იყო მაგალითად დოკუმენტური ფილმების სტუდია მემატიანე და ჩვენი ქვემყოფებით. ოდესაც მამაჩემი კინოსტუდიაში მუშაობდა, რაღაცა 3-4 ოთახის იქით იჯდა. გასაკვირველი ქალბატონინო ბრძანეთ. ლაშარი მოამაგე ქართული კინოსი. და არა მარტო ქართული კინოსი. არა, მე ვამბობ ჯერ ამ ოთახიდან გამომდინარე და გარდა ამისა უდიდესი საზოგადოება. მადლობელი ვარ ქალბატონო. პრინციპის ნიმუში. მადლობელი ვარ ქალბატონო. ყოველთვის. დაგვალ. კრატაზე იგივე შემიძლია თქვენ. ეხლა უნდა ნელ-ნელა წავიდეთ ჩვენ გოეთეს ინსტიტუტში გავაკეთოთ ჩვენი ამბავი. გავიდეთ ნელ-ნელა, ჯობია რომ ნახოთ ყველაფერი. შენ ანა არ მოდიხარ? ჰა? ოკეი, კაი. ვიკითხე ხოლმე. მინდა შენ რამე გჭირდება. არა, არაფერი ჯერჯერობით. არა, არაფერი არ გჭირდება. ჩვენ მოემზადებით იქ. დავიდეთ. საერთოდ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი უნდა ეხმარებოდეს ქართულ კინოს განვითარებაში. მე პირადად უფრო კინომემკვიდრეობაზე ვმუშაობ, ანუ ძველ ფილმებზე, მაგრამ არა მარტო ფილმებზე, ეს იქნება პლაკატების გვაინტერესებს, სხვა მასალების, დოკუმენტების და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული ისე როგორც უცხოეთის ქვეყნებში არის რაღაცა საერთო კონცეფცია თუ როგორ უნდა განვითარდეს მაგალითად თუნდაც კინომემკვიდრეობის საკითხები, რადგან ჩვენი წესიერი არქივი არ აქვს, არ არსებობს ეგრეთ წოდებული კონცეფცია კოლექციისა და ასე შემდეგ. ამაზეც მუშაობთ და ერთჩვენიერ დღეს იმედია რომ იქნება რაღაცა გარკვეული სახელმწიფო პოლიტიკა, იქნება სახელმწიფო კონცეფცია ძველ ფილმებთან, კინომემკვიდრეობასთან დაკავშირებით და შემდეგში იქნება ალბათ ოდესმე საქართველოში კინოარქივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება ეს ქართული ფილმები, რომელიც დღეს ფაქტიურად ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის მაღალი ხარისხისთან. აი კიდევ ჩვენი თანამშრომელი დათო, ერთადერთი კაცი ჩვენ ყველანი ღარიბები ვართ, ამას აღავს მანქანა. ეხლა საჩავაფერფლოთ რა ქვია, რო არ ჩავაფერფლოთ თლად ქუჩაში. ესე ვქნათ? გასაშენელი ამბავი. Wir sind mit Kameras hier, damit man schon alles filmt. ისე იგი უკვე აპარატებით შეერაღებულები მოვდივართ. ნათია, თამთა, გოეთეს ინსტიტუტის ბურჯები, ვინც გოეთეს ინსტიტუტთან კულტურულ პროგრამებს აკეთებს. დირექტორი იქითკენ იჯდა. წვენები ხარ მოიტანა ხალმა? არა, ჩვენ აფშუაშია რომ არა, ჩვენ უთხარით მე რა ვქო წვენები თქვენ იღიდეთ ხო? ისინი ო, იმიტომ რომ ჩვენთან. ემაც არ მოუტანეთ ჯერ საჭმელები? არა. ოკეი. ხო. კარგი, მე რაღაცა ერთი ფურცელი ნამობეშტო, იმიტომ რომ დამრჩა იმაში. ხო. რატო არ აღებთ და? ჰალო? კი, ვნახავ ეხლავე აუცილებლად ამ წუთას. ხო, ყველაფერი აქ კარგად არის, შესანი. ხო, კი, ვნახე ეხლა. კი, იყოს, ეს არის, ხო, კი ბატონო. ხო, მოხვალთ 6-ზე. დოჩანაში, ხო. ვინო წამოიღო? არა, არავინ არა, პრობლემა, ვინც გაგიხარდებათ. ხო. კაი ბატონო, მადლობა. გამარჯობათ. და მოდით, აბა მოგეტყვით 2 სიტყვას ეხა ჩქარა თორე უნდა მოვასწროთ ყველაფერი. Давайте. Это всегда так выглядит, как будто люди работают, да?
სალამი ჩემო ბატონო, ერთი დამსვი თუ შეიძლება მანდა რომ შევამოწმო. აჰა, შენი იყოს. აჰა. აი იქ დაგიდებ. და გასაღებსაც ჩავაგდებ, აი აქ. ოკეი. გასაღები აგერა ამ ოკეი, კაი. შენა ეს რაღა უბედურება არის, ერთი წამით მოდი აქ რა არის ესა? რა? აი ეს მუდმივად რო იას წერს, რა არის? არაფერია უნდა აჭირო ალბათ. თუ რატო ეს პროგრამას აქვს, ეთყობა არასოდეს არ მოხსნეს ხვდები? Чувствую, что могу так нет? Да. А, мы ყველაზე нет, я не хорошо говорю русский язык, больше. Когда-то хорошо говорила, сейчас все время забиваю какие-то простые слова, абсолютно простые слова. Потому что никакой практики больше нет. В Москву не ездим больше, и все. Только в Германию и туда. გავიგე, მაგრამ ერთ წუთი ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას ერთი გადაღების გამო. ოკეი, ესე რო იყოს? ესე ვქნათ? ახ. იმდენი შნურია, რომ რომელიღაც გამოჩდება. ეს ძალიან ქვემოთვე. შენ კიდევ ვარ ესად გამოჩდება. ფრთხილად, იმიტომ რომ აქ მარტო თქვენი გადაღება რა, მთელი რიგი პრობლემა. ერთი რაღაც უნდა ვცადოთ კიდე. ოკეი. კარგი, დავიწყოთ. Я думаю, что очень даже важно, потому что такого сайта до сих пор в Грузии не было. Я вообще-то должен сказать, что у многих маленьких кинематографий, как грузинская, нету таких сайтов, потому что к сожалению, у нас нету хорошей грузинской фильмографии. И для всех и специалистов, и вообще любителей грузинского кино, это будет очень хорошим сайтом, где будут, сейчас еще нет, обязательно об этом надо сказать, это только начинается, в принципе, можно так сказать, еще много там ошибок и так далее, но когда-нибудь мы придем к тому времени, когда все фильмы будут. Конечно, все будет развиваться, и новые фильмы, все время новые фильмы будут ставиться. Но все грузинские фильмы будут, и можно будет прочесть про фильм что-то, когда этот фильм создан, о чем этот фильм. Так что это будет обширный информационный сайт о грузинском кино. На сайте уже почти все грузинские полнометражные художественные фильмы. Больше 900. Это еще надо хорошо отредактировать. Но я думаю, что сейчас уже в таком состоянии сайт, которого можно уже презентировать и попросить людей, чтобы они тоже помогли нам сделать. Когда они найдут какие-нибудь ошибки, чтобы они писали нам. И когда у них, например, есть какая-нибудь информация, может бабушка или дедушка был, дополнить наш сайт или прислать какие-нибудь фото или афиши этих фильмов. Люди, которые интересуются и любят грузинское кино, нам в этом помогут. Спасибо. Пожалуйста. Თავიდან ჩავგირთოთ? მუსიკაც იყო ასე? ოკეი. აი ის, რაც საქართველოში ძალიან უყვართ ხოლმე, რომ აკრიტიკებენ და არაფერს არ აკეთებენ თვითონ, ძალიან კარგად შეიძლება გაკეთდეს და თუ რამეს იპოვის ადამიანი და ჰაჰაჰას მაგიროთ, მოგწეროს და მაშინ იქნება კარგი. მოკლედ, აგერ შემიძლია თქვენთვის მუსიკა გაუშვა. აბა, ნახოთ ახლა ვერისუბნის მელოდიები. Долго вы работали над этим проектом? Были люди, которые работали не над интернетом, а над фильмографией и так далее, так что какие-то вещи мы взяли, какие были уже те, которые были написаны. Больше года, 1,5 года. Შეუკვეთეთ ჩემთვისაც ყავა და მეც მოვალ და ყავას დავი. არა, კაპუჩინო. ფილმი ჩავთოთ? კაი ბატონო, აი რომელია ხარისხიანი მართალი გითხრა. ეხლა შედარებით რაღაც ნორმალურად გამოჩნდეს, არ ვიცი. ჩავედით ახლა ყავის დასალევად გოეთეს ინსტიტუტში. ეს გოეთეს ინსტიტუტი ჩემთვის არის როგორც სახლი, იმიტომ რომ ეს შენობა როცა რემონტდებოდა, როდესაც საერთოდ დანგრეული იყო, მაშინაც აქ ვიჯექით და მაშინ მუშაობდი გოეთეს ინსტიტუტში. ჩემთვის არის, ესე იგი, გერმანიდან როცა ჩამოვედი, პირველი სამუშაო ადგილი, თან ყველაზე შეიძლება ითქვა საინტერესოც. და Bravo.
არა მიშოს რა, თავად? გადასარევ. რას ვაკეთებთ, ვასწავლეთ ბავშვებს და? კი, აბარა, ხედავ ტელევიზორში როგორია ამბები. ახლა კიდე გვიღემეს ტელევიზიისათვის, ნახე? გავედით ახლა ყავის დასალევა. Ja, hallo. Hallo. ეს არის ძვირფასი კაფე ჩვენი გოეთეს ინსტიტუტის. ესეთი უჯიშო ყავა. არასოდეს არ ყოფილა აქ, სანამ ეს გერმანელები არ მოვიდნენ. გერმანელები როგორც გამოვიდნენ, ყავა გააფუჭეს. ეგრე, მართლა გეუბნა, გერმანიაში ყავა ეხლა ისწავლეს გაკეთება. არის, ერთ სიგარეტი რომ მოუწიოთ არ გვაქვს ახლა. რატო ჯობები და აი ვინ თქვა? საინტერესო. არაფერი არა საინტერესო. ტყუილე გამპა, რატო? რატო ცოცხალ ეხლა და ნუ დაამონტაჟე მე. ჩანაწერი გაქვს, თუ არ დაამონტაჟე, მე ხარვეზი გეთვლება და. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ჩემი შტეფან ტოლცის მეგობარი, ვისთან სცენარზე მუშაობდი, არის დიდი მეგობარი ფლიც პლაიტგენის და მასთან საქართველოში იყო და ფაქტურად ჩემი იდეებით მიხედვით იარა ფლიც პლაიტგენმა კავკასიაში და ფლიც პლაიტგენი არის European Broadcasting Unionis შეფი ამჟამად. ანუ ევროვიზიაზე ჩაწყობა თუ გინდა. კი. კიდე რაჭორებია ჩვენს ტელევიზიაში. არა, ეგ ხო ცინცხალი არ არის, ეგ ხო ვიცით ხო. 3 წრისა თუ რა. ვაიმე, ტელეფონი დამრჩა ზემოთ, იმედი არ მოიპარავენ. ახლა შეიძლება გათხოვებულ ტელეფონს არ მოიპარა. არა, არ დამჩენია კიდე. დიდი ხანია ეს ტელეფონი მაქვს გაფუჭდა და აი აქ არის ერთი ნაკლული კლავიში, რომელიც ხოდამ შეგვიძლია ვიხმაროთ, ამისათვის ყოველთვის პასტა გვიდევში. მანამდეც გვედო რა საგვირველება, ახლა განსაკუთრებით ასე ვაჭერთ ხოლმე 6 ციფრი თუ გჭირდება, ან სხვა ასოები 6 ციფრის გარშემო. გადავიფიქრე მე, ვიფიქრე რომ მაინც არა მუშაობს, შეიძლება ამის გამოყენება ბოლომდე. პასტა გიყიდა, ზანიდი ეწევა მაგ. არა, ეს პასტა საუკეთესოა და ეს არ მიყიდა Deutsche Welle-ს ნაჩუქარი პასტა. აი ჩემო ბატონო, როდესაც გვინდა 8, 9, 6. როდესაც გუშინ ლაპარაკობთ გუშინ წინ რომ იმედი დაბრუნდება და ავშენდებით, ის იმედი ხო ისეთი აღარასოდეს აღარ იქნება, როგორც ერთ მდინარეში ვერ შევა ადამიანი ორჯერ ისე. იყოს ის ხომ ნამდვილად არ იყო ჩვენი ეტალონი. არა, ეს ერთი და მე მეორე არის, როდესაც ბადრის ინტერესები იყო ინტერესები და მე მეორე არის კიდევ როცა ბადრი აღარა ასაგვირველი ისე კრიტიკულიც აღარ იქნება ეს ტელევიზია. და არც იქნება. ასე რომ ერთადერთი გზა არის საზოგადოებრივი არხის გადარჩენა. ახალი ტელევიზიის გახსნა. სუმიდის ახალ ტელევიზიის გახსნება, მაგრამ ყველა ესენი არის ან კერძო, ან ბნელი ძალების მიერ მართული და ასე რომ რა ქვია, ამას არანაირი მნიშვნელობა არა. ახალი ძალები ვინა ოპოზიცია თავის ტელევიზიას ხნე? ოპოზიციას აქვს თავის ტელევიზია. რომელია? ხო, კავკასია. შენ აქ ტელევიზიაში ვეღარ მოხვდები. ძალიან დიდი და ძალიან დიდი რეიტინგი ხო აქვს. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ძალიან ადვილია საქართველოში რეიტინგს მიაღწიოთ, თუ კი ოდნავ რაღაცა ნიშას იპოვი და ნიშის პოვნა საქართველოში არის უაღრესად ადვილი, იმიტომ რომ ნიშებისგან შევდგებით საერთოდ. არა, რა ქვია, საუკეთესო მდგომარეობა საქართველოს. იმის გაკეთებაც საქართველოს შეიძლება, მე მგონი არსად არ შეიძლება ოდნავ თუ გაქვს ადამიანს სურვილი მაინც რაღაც გააკეთო. აბა წადი ახლა გერმანიაში აწყობ მქონი, მე გააკეთე, მე ფსერ გააკეთე. ყველაფერი კიდე ასაწყობია. სალამი პატივისცემა. მანანა ჩვენი თანამშრომელი კიდევ ერთი ეროვნულ კინოცენტრში. თეო ქართული ჟურნალისტიკის მშვენება. ქალბატონი ნინო წამყვანი ქართველი გერმანულის მასწავლებელი. არა, გასულ ყავა კი არ უნდა გადაისხა, მაგრამ Nobody knows such trouble I see. As I'm
არა, ვიზუალური მხარე არის უკვე ძალიან კარგი. დამწუხარდი ისია, შიგნით რა ვაშლებია? რამდენი ფილმია? ეს ჯერჯერობით კეთდება. ჯერჯერობით ძებს 900 ფილმი, მაგრამ ისე ტექსტებია ჯერჯერობით დაუმუშავებელი, როგორც ეწერა ძველ ფილმოგრაფიებში იქნება პირდაპირ გადატანილი. ეხლა რედაქტირებას გაუკეთებთ და რაღაცა ერთიან სახეს მივცემთ. თუ რაიმე შეცდომას იპოვით და გვეტყვით, დაგვალდებით. თუ სურათებს ნახავთ რამეს და ასევე დაგვალდებით. და ეხლა რა მაინტერესებს მუშაობა, აი ვთქვათ, უნივერსიტეტის ჯგუფსა და იმას შორის, აი უნივერსიტეტში ხო რაღაცა გააკეთეს. ეხლა ის მასალები გადავაგდეთ თუ თქვენთან არ გადავაგდეთ, ახლა ისინი ალბათ დასტამბავენ იმას თავისით. ჩვენები გააკეთებენ ცალკე და ახლა მნიშვნელობა იმას აქვს, რომ უამრავი ფაქტი არის დასასუსტებელი. გასაგურელი, მე სუმუდმივად ვეძებ ამ იმებს ხოლმე და მე აი რაღაცა როცა დაგჭირდება ცუდა რომ ჩაეძიები, ხვდები რომ სრულიად ერთმანეთის გამომრიცხავი ამბები წერია. აი ხო გავაკეთე მონოგრაფია დაახლოებით იქნება ასე 1000 კომპიუტერული გვერდი. ხო. მუნჯი პერიოდის ქართულ კინოზე ეს არის იდეათა ბრძოლა. მუნჯი ხანის ქართულ კინოში. ხო. და მართლა იდეათა ხო, ხო. იქ არის რაღაცა ზღაპრული სიტუაცია, როგორც დაპირისპირების მაჩვენებელი. ასე უამრავი ფაქტი ამოდივდივდა. მოგესალმებით ბატონებო, როგორ გიგითხოთ? გამარჯობათ. კაი სალამი. საერთოდ უამრავი დოკუმენტი არის, ხა იმაშიც ნახე არქივშიაც, ხო, კინო იმებზე, აი რა რის გამო ცენზურა, რის გამო ხდებოდა. რუსებმა გამოსცემ შვენიერი წიგნები, სავეტსკაია ვლასტა ცენზურა და ეგეთი რაღაცები. ეს ხო, ხო, იცი რა არის, რა ქვია, უბრალოდ მასალები არის უამრავი დოკუმენტები, რომელიც არასოდეს არ ვიცოდით, ხო, წინათ, ეხლა ვიცით, თქვა რაღაცა ნაწილი, მაგრამ მოსკოვში ამდენი იქნება კიდე ძალიან საინტერესო ამბავი. მოგესალმებით, ქალბატონებო. როგორ გიგითხოთ? მადლობთ. გელოდებით პარასკევსის კალატოზოვის. კი, მარტო ის ერთი გვაქვს კალატოზოვის, სხვა ის არა გვაქვს, თქვა ზაჰესის ისა? არა, ზაჰეს იღებდა კალატოზის. კი, არის, კი, კალატოზოვს აქვს გადაღებული რაღაცა თქვათ ზაჰესზე დოკუმენტური ფილმი. აქვს კიდე რაღაცა კიდე მთლად უფრო ადრე გადაღებული. საქართველოს 15 წელია ერთი. ხო, ერთი. ერთი არის მათ სამეფოში, რომლის ერთი ნაწილი გვაქვს, ვიცი, ხო, ეგ. და აი ზაჰესზე ფილმი არა გვაქვს, იმიტომ რომ მეორე არის ორ ნაწილიანი ზაჰესი. და რომელზე ვიცით რომ ის არის, რა ქვია, კალატოზოვისა? აი იქ რომ წერია ოპერატორები, ქარსად არ არის ტიტრებში კალატოზი. არა. ჯერ ხო ადრე არის, ჯერ ხო არ არის დრო. ხო, ხო. გავო. არ გავა. ოდი? ყველაფერს იწერენ ჩემსაც და ჩემთან ლაპარაკი ახლა არის საეჭვო და საშიში. მე ვარ ფაქტურად მოსიარული ვანომერობიში. ჩვენ გვინდა რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია ქართული ფილმების შესახებ. რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ვაპირებთ თუ ამისათვის ასაკურებელი საკმარისი თანხები იქნა გამოყოფილი, ან სპონსორები თუ გამოჩნდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა. ვაპირებთ ასევე ინგლისურად ითარგმნოს ეს გადაღაც ქართულ მონაცემებზე კინოს შესახებ, ქართული კინოს შესახებ ხელი მიუწვდებოდეთ არა მარტო ქართული ენის მცოდნეს, არამედ სხვა ადამიანებსაც და ასეთი ადამიანები დარწმუნებული ძალიან ბევრი არის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. Geo Cinema G. დავიწყოთ? ფილმები თვითონ არის. ჰა? ბოდიში? ხო, ძალიან კარგი. ფილმები ჩვენ არ შეიძლება რომ დავდოთ, არის ლინკები, რომელზეც შეგიძლიათ გახვიდეთ ფილმებზე, მაგრამ წესით, რა ქვია, ეს არის დარღვევა საინფორმაციო, რა ქვია, საავტორო უფლებებისა და სალამი ღვაწლო. გამარჯობა. Digitalisation zu machen in Moskau. Deutsch so gut, ja? Ja, erfreut. Also Deutsch verbindet. Ja, immer wieder. Es lohnt sich Deutsch zu sprechen und zu lernen. Gut. Wir können anfangen. Wir haben auf Minister gewartet, wir haben auf Medien gewartet, alle sind da. შემობრძანდით ქალბატონებო, ბატონებო, მოგესალმებით. ახლა ველოდებით ბატონ მინისტრს კულტურისას, რომელიც პატარა ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტებს. რახანს უკვე მოვიდა, შეგვიძლია რომ კიდე ესე ცოტა ხანის დაველოდოთ.
ჟურნალისტები იღებენ ხოლმე ინტერვიუს მანამდე, სანამ რაღაც მოხდება. და უკვე ეკითხებიან ხოლმე რაც მოხდა იმის შესახებ. ან მაგალითად, სანამ ფილმი დაიწყება, უკვე ასს ეკითხებიან ადამიანს. თუ ეუბნები რომ არ მინახავს და ვერაფერს ვერ გაგო, ძალიან წყინთა და ითვლება რომ ძალიან უზდელური დამოკიდებულება ეს ჟურნალისტების მიმართ. თუ გაუწყერი, ხო, რა სიზა? არასოდეს ჟურნალისტებს არ აქვთ იმის რომ რაღაცას დაელოდონ და ნახონ რა მოხდება, რომ ეს გადაიღონ და მერე რაღაცა ინფორმაცია მოგვაწოდონ მართალაც იმის შესახებ თუ რა მოხდა და არა იმის შესახებ თუ რა შეიძლება მომხდარიყო. არის აქ მთელი რიგი ტენდენციები ქართული ჟურნალისტიკის, რომელიც ძალიან საინტერესოა. რა გითხრათ, აი ეს არის სწორედ რომ ინფორმაცია რომ არ ვიცით საერთოდ რა არის. აქაც ჩანს ხოლმე. რასაკვირველია დაგუბრძანდით. მე მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ყველას, ვინც მობრძანდა რასაკვირველია, დაგვაფასეთ და დაგაინტერესათ ჩვენი საიტის პრეზენტაცია, მაგრამ გარდა ამისა მინდა რასაკვირველია დიდი მადლობა უთხრათ გოეთეს ინსტიტუტს, რომელმაც როგორც ძალიან ხშირად ასეთი კულტურული ღონისძიებების დროს მოგცა საშუალება, რომ აქ ამ მშვენიერ დარბაზში მოგვეწვიეთ თქვენ. ერთ-ერთი მიზანი ჩვენი დღევანდელი ღონისძიებისა ისიც არის, რომ იქნებდა, თქვათ, მედიის საშუალებით მინდა ამის გახმოვანება, რომ იქნებ გამოჩნდნენ სპონსორები, რომელიც ამ საიტსა და სხვა კეთილწამოწყებებსაც დააფინანსებდნენ, რაც შეეხება ქართულ კინოს. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, საქართველოში ძალიან გვიყვარს იუბილეები და მოდის ქართული კინოს 100 წელი. შეიძლება უკვე წელსგვეზე იმამ, მაგრამ ფინანსური შეიძლება ცოტათი სისუსტის გამო ვერ დავიწყეთ და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მაინც მოვახერხებთ. ძალიან დიდი სურვილი არის, რომ საერთოდ ქართულმა საზოგადოებამ ეს საიტი რაიმენაირად გულთან ახლოს მიიტანოს. ყველამ ერთად რაიმენაირად, ვისაც რასაკვირველია ამ საქმისა რამე გაეგება, გამოვიყენოთ ეს საიტი. მოგწერეთ ხოლმე, გითხარით რა შეცდომები არის. პირველ რიგში რასაკვირველი არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. შეიძლება შემდეგში და კარგიც იქნება კულტურის სამინისტროს ლინკიც რო დავდოთ, ანუ ბმული ქართულად. გვაქვს კიდევ ვთქვათ, ჩვენ მაგალითად ავიღეთ IMDb, ალბათ ყველას ვისაც კინო უყვარს იცის ეს საიტი, ეს არის საერთაშორისო, შეიძლება თქვა ამერიკული საიტი, რომელზედაც არის მონაცემები საერთოდ მსოფლიოს კინოს შესახებ. ცოტათი ვიზუალურად შეიძლება გავს ჩვენი საიტი IMDb-ს. ჩვენ ამ საიტის ვიზუალური მხარის გაუმჯობესებაზეც ვიმუშავებთ, რასაკვირველია. აქ შეიძლება მთელი რიგი სხვა ბმულებიც გაჩნდეს რასაკვირველია დროთა განმავლობაში, რომ ადამიანს მიეცეს უფრო ფართე ინფორმირების საშუალება. თუ თქვენ გვეტყვით, აი მაგალითად, რა სისურვებდით და რომელიც ეხება ქართულ კინოს, დიდი სიამოვნებით ამ ბმულსაც აქ დავდებთ. კიდევ 2-3 სიტყვას დავამატებდი იმის თაობაზე, რაც ჩვენ, არ ვიცი, ყველას არ აქვს ალბათ მოსაწვევი, მაგრამ მოსაწვევზე დავწერეთ ასეთი რამ, რომ 50 ქართული ფილმის აღდგენის იდეას წარმოვიდგენთ ქართული ეროვნული კინოცენტრი თქო. და მე მინდა ჩვენი მედიის საშუალებით მივმართო ქართულ ბიზნესმენებს, ქართულ ფირმებს, რომ დაასპონსორონ ქართული ფილმების აღდგენა. ძალიან ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ მოდით და გავაკეთოთ ქართული ფილმების რეტროსპექტივა უცხოეთში. მე მინდა გითხრათ, რომ აი იმ დიგიტალური დივიდებით სრულად შეუძლებელია რაიმე რეტროსპექტივის მოწყობა სადმე უცხოეთში. Realmente ეს თემა უნდა ვაქციოთ საზოგადოებისთვის საინტერესოდ უნდა ვაქციოთ და უნდა ვაქციოთ კიდე ხელისუფლებისთვისაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. წელს თქვა კანის კინოფესტივალზეც ის ჩვენი ქართული სახლი თუ ჩვენი პავილიონი, რომელსაც დავაფინანსებთ, აუცილებლად იქნება შესაძლებლობა, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებასაც უთხრათ და კინოცენტრის დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კომუნიკაციას ის მინდა ისე პროფესიულ შეხვედრებს ისე დაგეგმავს, რომ ეს შედეგიანი იყოს, მე დავაფინანსებთ, რომ შეხვედრები აკაკის მოგზაურობა დატოვეს დასამუშავებლად ამ გოგოებს. ეს ეთყობა თავისუფლად წაღებული არქივიდან. მაგრამ აი რაღაც მაინტერესებს, ზოგი ხო შეიძლება უფრო გაფხაჭრილია, ზოგი ნაკლებად გაფხაჭრილია. არაფერი არ ვარ. არაფერი არ ვარ. კეთესი ვარიანტია. კარგი, ეხლა ერთი კითხვა მაქვს კიდე, რა ქვია, ის ორიგინალს რო ვამბობთ, ხო პოზიტივია, ხო ის ორიგინალი? პოზიტივია, ოღონდ კონტრატიპია. ოღონდ ის პოზიტივი, რომელიც იყო, რა ქვია, თავის დროზე ამ ალებად ფირზე, ის გვაქვს შენერჩუნება. გვაქვს ხო. ეხლა ერთ პატარა რაღაც შევჭამოთ, რომ გული წამივიდეს რა.
დისკუსია იმის თაობაზე თუ რა ავიღოთ პირველ ქართულ ფილმად თუ პირველ დასაწყისად ქართული კინოსი არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ზოგი ამბობდა. აი, ჩავწეროთ, აქ არ წერდი. ისევ კითხე, მაინტერესებს. როგორ გიგითხოთ? საიტზე ვისაუბრეთ, როდის დასრულდება საიტი ბოლომდე? საიტი პრინციპში არასოდეს არ დასრულდება, იმიტომ რომ ქართული ფილმი ყოველთვის ახალ ფილმებს გადაიღება და ახლა უნდა დაიდოს ხოლმე ამ საიტზე. მაგრამ აი ძველი პერიოდის დასრულება როდის მოხერხდება, არ ვიცით, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, შეზღუდულები ვართ ძალიან ფინანსურად და იმისათვის რომ აი ვთქვათ, გამოიკვლიო რომელი ფილმი ზუსტად როდის გაგეთ, ამას არა მარტო დრო ჭირდება, არამედ ამას ჭირდება ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ამაზე და ჩვენ არ აქვს საშუალება, რომ ვთქვათ, რაღაცა თუნდაც სტუდენტების ჯგუფი ვამუშაოთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუ კი ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ შეგვიძლია ალბათ ეს ძველი პერიოდის ქართული ფილმები ალბათ ერთ წელიწადში მოვრჩეთ იმ დონეზე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ საკმარისი არის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი საიტი მართლაც ეხა ქართული კინო არის ქართული კულტურის სრულიად განუყოფელი ნაწილი. ძალიან საინტერესო მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 100 წლისაა განსხვავებით შეიძლება სხვა ქართული კულტურის ნაწილებისაგან, მაგრამ ქართული კინო არის მე მგონი ჩვენ სხვასაც ძალიან საყვარელი რამ და ამიტომ იქნება დარწმუნებული ვარ დღეიდან, როდესაც პრეზენტაცია მოხდა, კიდევ უფრო მეტი მნახველი ამ საიტისა და მინდა კიდევ ერთხელ გავემეორო მისამართი Geo Cinema G. Alles mal drin. Aber chkarao. არ ვარგი ვარ? შეგვიძლია. კაი. ამ საიტის შესახებ ფაქტობრივად ყველაფერი ვთქვით. ეს არის საიტი ქართული ფილმოგრაფიის შესახებ, რომელზეც არის ასევე განთავსებული. ცოცხლეთ ისევ პირსავსე ვარ და ხელსავსე და აი იმ ეპოქაზე მეც მაგას ვეძებ ამ ეპოქაზე აი ვიღაცა რომ დაждდეს და მოხდეს ამის შესახებ ძალიან კარგი და პერიოდულად თუ ნახოთ რა არის აუცილებლად მე უნდა მივიდე არქივში ხო მე მივიდე პარასკევს ხო და ვიფიქრე ესეთი რაღაც მე მინდა კონკრეტულად მეტავაზებინე ეს როგორც სამყაროს დიდი სიამოვნებით მე ძალიან მაინტერესებს ეგ ამბავი ძალიან მაგრამ მაინტერესებს ეგეთი რაღაცა ვიცოცხლეთ მე ვფიქრობ რაღაცა უნდა გამოვიდეს რაღაცა უნდა გამოვიდეს ძალიან კარგი თუ ვიპოვეთ ეგეთი ფირები მე სულ მაგას ვეძებ რომ ვისაც არავის არ უნახავს თქო ეგ ფილმები ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ სხვათა შორის უამრავი რაღაცები გადაყარეს კიდეც იმაში ხო იცით ზოგი გაფუჭდა და ისა და ზოგი ისედაც არის გადაყრილი თქვათ რაღაცა ნაკუწები აი თქვათ 20-იან წლებში კაცი მიდის ქუჩაში ჩათვალეს რომ არა საჭირო და ბიჭო ეგ აგიტპროპი არის უაღრესად საინტერესო დღეს და ისედაც არა მარტო აგიტპროპი რაღაცა სხვას თუ ვიპოვოთ ყველაფერი საინტერესო არ არსებობს რაც საინტერესოა ამბობ იმას რა ჩაუმატოთ ისტორიები, ბიოგრაფიები, რაღაცები დადეთ ჩვენ მუზეუმთან შეხედულები. ყველაფერს გაგიჩანეთ. ფული არა გვაქვს, თუ უფასოდ მოგვაზრდე. ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ. ჰა? რა უნდა ყოფილიყო? 5 რიგი შეიძლებოდა 5 სავსე. კი, აქვია ყველაფერს რიგებით სავსე შეიძლება და რაც თავარია მდიდრები შეიძლება მოხსნა. ეხლა ჩანთა უნდა ავიღო თქო. აი შენ ეს ღია ბარათი საჩუქრად. აი ეხლა სად მაქვს უკვე დათია მომცემა და ერთი ეხლა უნდა დავრეკო ერთ ადგილას რაღაცა საკითხი გავარგო და მე მივდივარ ვიღაც მეგობრებს უნდა შევხვდე. სამუდრით კაფეში, ჰა? რომელ კაფეში? გოგო, რომირ მიხარ, გითხარი, საადა? გოგო! ლიტერატურულ კაფეში მივდივარ. რომელში მაშინ რომ აქ აქ, ხო, ხო. დავждეთ მე მგონი იქიდან მხარეზე არის ბოლო მაგედა კიდე. როგორ გიგითხოთ? ხო, რეალიტი შოუში ვიღებ მონაწილეობას. ბოლოში სტრიფტიზი იქნება და პატიში. აბა, ამის გარეშე რა უნდა დაიყოს საინტერესო. გაზღვეთ ხუთს?
თქვენ მომავალი თქვენ ხართ აქ ეპიცენტრში ალბათ და თქვენ მეკითხებით აქ გარეთ გომსა საფერფე თუ არ გჭირდებათ რომ წავიღოთ შეიძლება თუ გჭირდება ხო რაღაცა ჩემიც უნდა ყოფილიყო და სადმე არის თუ არ არის ვერ გავიგე. ამაზე დიდი ვერ გააკეთეს ეს სურათი რა უბედურება. მარტო იმის გამო დააპატარავეს რომ აქ ადგილი იყო ისა უფრო პატარა. ჩემო ბატონო სერიოზული, ცხელი შოკოლადი სერიოზული, ლიტერატურა გნებავთ ჩემო ბატონო, საუკეთესო ჟურნალი. საერთოდ ყავაში შაქარს არ ავყრი ხოლმე, მაგრამ ახლა ჩავყარი, რადგანაც ცოტა გლუკოზა საინტერესოა. ესეთი კომენტარები უნდა გაკეთდეს, კენ? ყველაფერთან დაკავშირებით. ჩემ დისკუსიის გამო ჩემი დისკუსია ვერ გავიდა, ჩემი მოხილა. და ჩემი დისკუსია ბევრად უფრო აქტუალური იყო ვიდრე შენი. ჩემით მოხდა. აბა შემახედე რომ მოგვერძია. ჩვენ მქონდა დისკუსია დაკავშირებული სამეთვალყურეო საბჭოსთან და საერთო ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით, რომელშიც ვიღებდით მონაწილე ეროსი გეწმარიშვილი, ნინო დანელია, მე ვიყავი, იაგო კაჭკაჭიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი და მე მგონია რომ საინტერესო დისკუსია გამოვიდა, რადგანაც საზოგადოებრივი არხი დისკუსიები დაინტერესებული არ არის, შევეცადეთ რომ ჟურნალში მაინც იყოს. ერთი ჩემი სტატია იყო აქა. ჩემო ბატონო, ესეთი ბრიტიშ ლაიბორიში არის ეს წიგნი, ძალიან ძველი ოსმალური ისტორია და იქიდან არის ეს ერთი მინიატურა და ამავე წიგნში არის სხვა ბევრი საინტერესო მინიატურები. მოკლედ, ისე იგი ამჟამინდელი შოკოლადი, კინო და ლიტერატურა ძალიან საინტერესო სტატიებით არის აღსავსე. ახლა უნდა წავიდე გურამ ციბახაშვილთან, ცნობილზე ცნობილ ქართულ ფოტოგრაფთან, იქ შეხვედრა გვაქვს პატარა. ხუთი კაპი ისე გვაქვს გადასახდელი თეთრი, მაგრამ ეს მოძრაობს თუ არა ვერ გავიგე. ეს წესი თუ უნდა ავიდეთ ფეხი? მე უთხარი იმას, მე პატრონეს თუ რა ვიცი. ოკეი. ხატვარ ფოტოგრაფს. კაი, წავიდეთ. ისე იგი ოხრა დაგვრჩა ჩვენი ხუთი თეთრით. ციბახაშვილი. ჩემთვის განსაკუთრებით რომ არ ვარჯიშობ. მოგესალმებით ჩემო ბატონებო. არის სულიერად რო არ გაეცეთ ამით. კაი, მაგრამ ბაგრატიონის დალევა მე მგონია საერთოდ ქართული შამპანიურები, კაი, კარგი. ბიჭო, მომიყევი აბა სად არის გამოფენა რაღაც ვერ გავიგე, იმიტომ წავიკითხე რაღაც. ოკეი. შენ ეს სტალინი და ილია და ისინი სად გიშოვნია? ჩემი ნამუშევრებია კაცო, მაგას ქვია სტანდარტული პორტრეტები და გამოფენილი იყო აპენდიქსის პირველზე 5 წლის წინ. კარგი და ეხლაც ეგ უნდა გამოფინოთ? არა, თითო ნამუშევარი იქნება გამოფენილი. და ეხლა როცა დავინახე თბილისში, როცა მიხნიკი ჩამოვიდა, მთელი გული ამიჩქროლდა, რომ ამ კაცმა დაამხო ფაქტიურად მარტო საბჭოთა კავშირიდან. ვინა? მიხნიკი რო იყო აქ ის მაგის გაზეტა ვიბორჩა არის, რომელმაც სოციალიზმი დაამხო. შეიძლება ითქვას, ისედაც მანამდე ასაც აკეთებდა, მაგრამ მაინც.
ჩემპიონის სისხლის არაფერი არ ცხია, ამიტომ მე ნების აი ესეთ მეც სხვათა შორის აი ამ რაღაცა ლიქიორის შეკიდან შემიძლია დავლიო და მით უმეტეს არც ვაპირებ ქართული შამპანური ზალევას აქვს რაღაცა არ მიყვარს ეს ამბავი. უკვე დაიძრა. ილოცავს ახლა, ილოცავს. კარგით, გაგუმარჯოს. ახლა ცოტა ხანი დავრჩები მეგობრებთან ერთად და ვილაპარაკებთ რაღაცა მომავალი გეგმების შესახებ და შეგვიძლია მერე სხვა თემებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. აქ კი შეგვიძლია რომ დღევანდელი დღე ჩავთვალოთ დამთავრებულად, შეიძლება ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ იყო, მაგრამ მაინც თუ კი საერთოდ ასე ვიღაც პიროვნების დღე საინტერესოა, შესაძლებელი არც ეს დღე იყო მთლად უინტერესო. კარგად იღავით.